მეთილშმერცი გაგიგიათ? შეიძლება ჩემს ვიდეოებში გაქვთ ნანახი, ანუ შუა პერიოდის ტკივილს ნიშნავს სიტყვით. ზოგიერთი ქალი გოგონა პერიოდის დაახლოებით შუაში, ანუ ამ 22 დღიანი ინტერვალის სადღაც შუა ნაწილში გრძნობს ხოლმე მარჯვნივ ან მარცხნივ ქაჩვის ტკივილის ან რაღაცა დისკომფორტის შეგრძნება შეიძლება იყოს, ანუ შეცვლებელია რომ ოვულაცია ვიგრძნოთ კიდეც, ანუ მაგალითად თუ მარცხნივ ხდება მარცხნივ ვიგრძნოთ, თუ მარჯვნივ ხდება, როგორც წესი, ერთ-ერთ საკვერცხაში ხდება ხოლმე, ასე ვთქვათ, რჩეულის ოვულირება, ანუ ფოლიკულის გასკდომა და იქიდან ჩვენი დედოფალი კვერცხუჯრედის გადმოსვლა. ასევე უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ჩვენი აპლიკაციები, რომელიც გითხარით, რომ გადმოწერეთ თქვა, ყოველთვის სწორად არ ეჩვენებს ხოლმე ოვულაციას, იმიტომ რომ ზოგიერთ თქვენგანი ცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, ორსულობა დაგეგმოთ ოვულაციის შესაბამისად, იმიტომ რომ ზოგ მენსტრუალურ ციკლში, ანუ ყველას არ აქვს 28 დღიანი ინტერვალის მენსტრუალური ციკლი, ამიტომ ოვულაცია შეიძლება მოხდეს როგორც მე-14 დღეს, ასევე მე-12 დღეს, ასევე გვიან მე-18, მე-19 დღეს, ანუ გააჩნია ხოლმე ციკლი ძალიან ინდივიდუალურია, ეს თუ რეგულარულია ციკლი იმ შემთხვევაში. თუმცა, ანუ გამონაკლისის შემთხვევებიც ხდება ხოლმე ინდივიდების ინდივიდუალურ დონეზე და მენსტრუაციის, ანუ ციკლის პროცესში შეიძლება ნებისმიერ დღესაც კი მოხდეს ოვულაცია, სტრესის, უძილობის, ან რა ვიცი, მოუნდეს და ესე გასკდეს ფოლიკული და განმოვიდეს ნებისმიერ დღეს. ამიტომაც არის რომ გვინახავს ორსულები, ვისაც ქონდა იმედი რომ მენსტრუალური მაგალითად ციკლის დღეებში შექნებოდა სექსუალური კონტაქტი და არ დადგებოდა ორსულობა, თუმცა ორსულობა დადგა. ამიტომ ოვულაციის ტრეკინგისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად ბაზალური ტემპერატურის მეთოდი, ანუ ხდება თუ არ საერთოდ ოვულაცია, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფოლიკულურ და ლუთეინურ, ანუ ყვითელი სხეულის ფაზაში ჩვენი ბაზალური ტემპერატურა, ანუ სანამ დილით როცა გავიღვიძებთ, ავდგებით, წყალს დავლევთ და საწოლიდან გადმოვალთ, ჩვენ ოვულაციის შემდეგ, ანუ როდესაც პროგესტერონი გამოიყოფა დიდი რაოდენობით და ამას აგიხსნით, ანუ სადღაც 27 და 2, ანუ ფოლიკულური ფაზის დროს ჩვენი ბაზალური ტემპერატურა შეიძლება უფრო მცირე იყოს და ოვულაციის შემდეგ მოიმატოს, ანუ ორფაზიანია ხოლმე. ასევე შეგვიძლია ვცადოთ დილით მაგალითად ოვულაციის ტესტები, შარდის საშუალებით და გავიგოთ, როდის გვაქვს ხოლმე ოვულაცია და ესე დავგეგმოთ ორსულობა. ან უბრალოდ ეკოსკოპია გავიკეთოთ და გავიგოთ, როდის ხდება კონკრეტულ ციკლში ჩვენი ოვულაცია.